ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს ყვავილების ბაზრობის მოვაჭრეები მივიდნენ და დახმარება ითხოვეს. საქმე ეხება შეპესე ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ყვავილების ბაზრობას, რომელიც მეოთხე დღეა დაკეტილია. ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს გადასახადი 50%-ით გაუზარდა, რაზეც მოვაჭრეები არ თანხმდებიან და ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ. მოვაჭრეებმა აქცია გადასახადის დაწევის მოთხოვნით 2 იანვარსაც გამართეს, რასაც ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოჰყვა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაიტანა. მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ თანხა, რომელიც ადმინისტრაციამ მათ დაუწესა, არარეალურია. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს არის კერძო მესაკუთრე, თუმცა მაშინ, როდესაც ირღვევა იქ მოვაჭრეების უფლებები, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს. ჩვენ ახლა დაველოდებით ადგილობრივი ხელისუფლების და ბაზრის ადმინისტრაციის მოლაპარაკებას და შემდეგ უკვე ყველანაირი კანონის ფარგლების გზებით ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ბოლომდე იქნეს ამ მოვაჭრეების უფლებები დაცული და ასევე მოვითხოვთ, რომ ბაზრის ადმინისტრაციას კიდევ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა აქვს ბაზრის შიგნით და მოვითხოვთ, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ შემდეგ უკვე რა ხდება ბაზრის ადმინისტრაციაში შიგნით. თუ ეს არ აისახება ბიუჯეტში ასახვას თუ არ პოულობს საბოლოო ჯამში მათ მიერ 45 ადამიანის მიერ ყოველდღურად გადახდილი თანხა 45 ადამიანი გამრავლებული 95-ზე ეს თანხა თუ არ პოულობს ასახვას სადღაც ბიუჯეტში და სადღაც თუ არ აისახება ეს სამართლებრივად, მაშინ ეს კორუფცია აღარ არის. და აი ამას გავუსვი ხაზი, თუ ეს 100-ია, ასეთ შემთხვევაში შესაბამის სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამით. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური სუპერმარკეტი კერძო საკუთრებაა, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს ბაზრის ადმინისტრაციასთან. ვინაიდან ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ძალიან მწვავედ დაისახება ჩვენი მოქალაქეების საქმიანობაზე და ცხოვრებაზე, ჩვენ შევეცდებით კანონმდებლობის ფარგლებში, რის უფლებასაც გვაძლევს ჩვენ არსებული ჩვენი მდგომარეობა, ჩავერიოთ, მათ დაველაპარაკოთ და ერთგვარი მედიატორის შუამავლის როლი ვითამაშოთ, შევასრულოთ მათ ურთიერთობაში. საკრებულომ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე ითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ დაელოდებიან მათ პასუხს და ამის შემდეგ გააგრძელებენ კანონის ფარგლებში მოქმედებას.